რამდენიმე წამში უკვე სტუდიაში შემოგვიერთდება გაერთიანებული პროფესიული კავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი. ბუნებრივია, მასთან საუბარსაც განვაგრძობთ ჩვენ დღევანდელი სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებით. ყოველ შემთხვევაში ასეთი წინადადება გაჟღერდა, რომ ჭიათურმანგანეზი დამსაქმებელი კომპანია მზად არის, რომ მიწისქვეშა სამუშაოები, რომლებიც თითქმის 1 წელია უკვე შეჩერებულია და ცოტა ხნის მისი საბოლოო შეჩერების გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, გაგრძელდეს, თუმცა შესაძლოა იყოს გარკვეული პირობები და დათქმები და ასევე კომპანიამ მზაობა გამოთქვა, რომ 1 თვის ხელფასი გადაუხადოს დასაქმებულ მაღაროელებს. აი ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი არის აი ამ წინადადების გარშემო განხილვის და მოლაპარაკებების დაწყება. ირაკლი პეტრიაშვილი უპასუხებს ახლა სტუდიაში ჩვენს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში, ის უკვე ჩვენ სტუდიაში იმყოფება. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს სამმხრივმა კომისიამ? მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მე ვესალმები თქვენს მაყურებელს. სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფი იყო ჩასული ჭიათურაში და სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფმა მოისმინა კომპანიის მიერ, ესე ვთქვათ, გარკვეული განზრახვა მიწისქვეშა სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით. თქვენთვის როგორც ცნობილია და საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, კომპანია CMC-მ განაცხადა, ესე ვთქვათ, ჭიათურის დატოვებასთან დაკავშირებით და გაკოტრებასთან დაკავშირებით თავისი განაცხადი გააკეთა. ეს არის იგივე ჭიათურმანგანეზის, თქვათ, შვილობილი კომპანია, ხომ? ასე შეგვიძლია მოვეცინოთ. ნახეთ, ჩემს წინ გამოსვლები საუბრობდნენ, რომ დაუშვათ ახლა ჯორჯიან მანგანეზისთვის უნდა გვეჩივლა და ასე შემდეგ სასამართლოში. რისი ფიზიკურად საშუალება ჩვენ არ გქონია და ნუ რა ვიცი ახლა CMC ოპერირებს იქ, ის რომ კანონიერად ოპერირებს ეს ლიცენზიანტი სახელმწიფოსგან, ვისაც აქვს ლიცენზია ჯორჯიან მანგანეზს აქვს თავისი, ესე ვთქვათ, საშუალებები ამ ხელშეკრულების თანახმად, რომ გადასცეს მენეჯმენტი და უშოთ ამა თუ იმ კომპანიას და ბუნებრივია ხა, როცა მოოპერირე კომპანია აცხადებს გასვლაზე, აბა ხა ნელსონ მანდელას ხო არ უჩივლებდით სასამართლოში, უჩივლეთ იმას, ვინც გაკოტრებაზე შეიტანა განაცხადი და უჩივლეთ რატომ? უჩივლეთ იმიტომ, რომ მას ჰქონდა ჩივილზე ოდნავ მოგვიანებით დღეს რა გადაწყვეტილება მიიღეთ? აი აქედან გამომდინარე მოხდა გადაწყვეტილება კი არ მივიღეთ. მიწისქვეშა სამუშაოების განსახლებლად კომპანია მზად არის და რა დათქმებით? აი საუბარი სწორედ მაგაზია, რომ ის, ესე ვთქვათ, სამმხრივ კომისიასთან და სამმხრივ კომისიასთან არსებულ სამუშაო ჯგუფთან აყენებს, ესე ვთქვათ, გარკვეულწილად თავის ხედვას, რა უნდა გააკეთოს, რა არის მისთვის საჭირო, რომ მიწისქვეშა სამუშაოები განაახლოს. ოღონდ ეს იყო ზოგადი კონცეფცია, აქამდე მუშაობა დაგვჭირდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კომპანიას, რომელიც თავს გაკოტრებულად თვლის და თვლის, რომ მიწისქვეშა სამუშაოები მისთვის წამგებიანია მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასებისა და არსებული სოციალური გარანტიების გამო და სწორედ ამიტომ იყო, რომ მათ პირველ რიგში პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულების გაწყვეტა მოითხოვეს, რა შემთხვევაში გააგრძელებს მუშაობას და ერთ-ერთი არის ეს შუქრუთის საკითხი, რომ შუქრუთში მას ჰქონდეთ ოპერირების საშუალება, მეორე არის, ესე ვთქვათ, სამუშაო რეჟიმი. მოდით დავაკონკრეტოთ შუქრუთი, სადაც ესე იგი 7 მაღარო არის, როგორც მაღარო განაცხადეს საინციდენტის სამართლობა, 3 მოსახლეობის მოთხოვნით არის ჩაკეტილი. როგორც კომპანია აცხადებს, მე მაგ დეტალებში არ შევალ, იმიტომ რომ ეს არის გარკვეულწილად ტექნოლოგიური პროცესები და ჩვენ რაშიც გვაქვს კომპეტენცია საზოგადოებასაც თქვენც იმას მოგახსენებთ, როგორც კომპანია აცხადებს, ეს არის 70% იმ პროდუქციის მოპოვებისა, რასაც კომპანია იპოვებს ჭიათურაში და 70% თუ ვერ იპოვებს კომპანია და პლუს კიდე ეს მდიდარი კერებია იქ წარმოდგენილი. ხო, ნუ ალბათ რახან ესე ამბობს, ესია ეგ უკვე ერთ-ერთი დათქმა იქნება შუქრუთის მაღაროების გახსნა. ერთ-ერთი საკითხი არის შუქრუთის მაღაროელების საკითხი, მეორე არის
როგორც მათ ისაუბრეს სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებით და ეს კარგახანია კომპანიას აქვს და არ ჩვენ არა გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ შრომის კოდექსის ესე არეგულირებს სამუშაო დროს და ეხა პროფკავშირები ვერ წავა 8 საათიანი სამუშაო დღის წინააღმდეგ, ეს საკითხია სამუშაო დროის გაზრდას ითხოვს კომპანია. არა, პირიქით შემცირებას. დიახ, შემცირებას, იმიტომ 12 საათიანზე არიან, ძირითადი ნაწილი და 8 საათიანზე უნდა გადასვლა. აი ამას ხელფასების შემცირებას ხო არ გამოიწვევს შემდეგ ეს თუ არა, ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით და რას გამოიწვევს ეს ყველაფერი, როგორც გეუბნებით, დღეს იყო კომპანიის მიერ სამუშაო ჯგუფისთვის წარდგენილი თავისი ზოგადი კონცეფცია, მას როგორ წარმოუდგენია და დანარჩენი ახლა უკვე აი დეტალები, რომელი მაღარო დაიწყებს მუშაობას, რომელი არ დაიწყებს მუშაობას და ასე შემდეგ, ეგ უკვე შემდგომი მუშაობის ესე ვთქვათ საკითხია, სადაც ექსპერტებს, სპეციალისტებს ასევე ექნებათ სამუშაო ჯგუფში ჩართვის საშუალება და უფლება. ანუ შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ კომპანიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ თავს გაკოტრებულად აცხადებდა, აღადგინოს მიწისქვეშა სამუშაოები, არსებობს. ნახეთ ქალბატონ თამთა, ჩემთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის და როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჭიათურელ მაღაროელებს აეღოთ და თქვენ მზანეთ, რომ კომპანია შეპირდა ხელფას, კომპანია კი არ შეპირდა ხელფას. პროფკავშირებთან კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისად გამოაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა, რომ კომპანია მზად არის, რომ მიწისქვეშა სამუშაოები გარკვეული პირობებით აღადგინოს და ასევე ერთი თვის ხელფასი გადაუხადოს მაღაროელებს. მაგრამ ამ ერთი თვის ხელფასთან დაკავშირებით ეს არის ის ერთი თვის ხელფასი 60%-იანზეა საუბარი და მე მგონი ბევრი კომპანია თქვენს და საზოგადოებასაც არეგულება, სადაც პროფკავშირებს კოლექტიური ხელშეკრულებით დარეგულირებული აქვს, რომ ადამიანებს სახში ჯდომაში, ანუ არ მუშაობაში 60%-ს ურეგულირებს. კოვიდის პერიოდში შემდგომ დაკეტილი საწარმოები და ასე შემდეგ, ეს არის პროფკავშირების დამსახურება, რომ ისინი ამ მეორე თვის ხელფასსაც იხდიან. ეს კოლექტიური ხელშეკრულებით არსებული ვალდებულება და სწორედ ამიტომ იყო სასამართლოში ჩვენ ეს პროცესი იმიტომ მოვიგეთ, რომ ჩვენ კრედიტორი ვიყავით, იმიტომ რომ ეს ვალდებულებები ქონდა კომპანიას და თავი ვერ დააღწია ამ ვალდებულებებს. ხვდებით ხო რას გეუბნებით და მეორე თვის ხელფასიც აქედან არის უზრუნველყოფილი. პირველთან დაკავშირებით ჩვენ ავიღეთ პროცენტიანი, აი პროცენტს ჩვენ ვუზრუნველყოფთ და ადამიანებს მივეცით ხელფასი. არც ბევრი გეგულებათ, ან ვინმეს ეგულება ესეთი ორგანიზაცია, რომ კონკრეტულად სესხი აიღო თვითონ პროფესიულმა კავშირმა? დიახ, ხო, უზრუნველყოფას სესხი აიღო თვითონ პროფესიულმა კავშირმა, პროცენტსაც გიყო 9%-იანი. არა, 2 თვის არა, 1 თვის ავიღეთ. იანვრისთვის. იანვრის, ვისაც არ ქონდა აღებული და ნაწილს ქონდა იანვრის აღებული და თებერვლის მათ. დიახ. ახლა მარტის ხელფას როგორ მიიღებენ მაღაროელები? აი ესე მიიღებენ 60%-ს და ორი ძირითადი პრობლემა იყო. ერთი იყო პროფკავშირებთან არსებული ვალდებულებების არ გადახდა, ეს იყო ხელფასი, დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემები და ასე შემდეგ. ეს ვუზრუნველყავით სამმხრივი კომისიის ჩართულობით და რომ არა სამმხრივი კომისია და მთავრობის ჩართულობა აი ამ პროცესში იურიდიულად ჩვენ მართალი ვიყავით, მაგრამ რამდენად და როდის დავიყენებდით ამ სამართალს არ ვიცით, ეფექტურობა აქედან გამომდინარე იყო, რომ პროცესები დაჩქარდა და მეორე და ყველაზე მთავარი ჭიათურა უბრალოდ დაიქცეოდა, იმიტომ თუ კომპანია გავიდოდა და ის ჯგუფი, რომელიც აქ ჩემამდე ყავდათ, ვის მიზანს ემსახურებოდა, კომპანია ამბობდა, რომ მას წასვლა უნდა, ეს ხალხი მოუწოდებდა, რომ კომპანია წასულიყო, პლუს პროფკავშირი წასულიყო. რეალობა და ყველაფერი აი ეს იაფფასიანი ტყუილები და ასე შემდეგ მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ პროფკავშირებს იქ ოპერირება აღარ გაეგრძელებია, ველი მოესუფთავებიათ, კომპანიაც წავიდოდა და ველური მუშაობა. აი, ტყიბულში ხო გახსოვთ, ხალხი რო წყვილად იღუპებოდა და რაღაცა კუსტარულად რო ვიპოვებდით. აი ესე შემოვიდოდა, სახელიც ვიცით, გვარიც ვიცით და კარგი ჟურნალისტური გამოძიება ჭირდება ამ ყველაფერს, შემოვიდოდნენ, ხალხს დაიქირავდნენ, ოღონდ ამ ვალდებულებების გარეშე რეალურად მათ აღარც კოლექტიური ექნებოდა და აღარც სამედიცინო დაზღვევა, აღარც კვება, აღარც ხელფასების გარანტიები და ასე შემდეგ, ესე დღიურ მუშაობაზე დაიქირავებდნენ და გააგრძელებდნენ ესე ველურ მუშაობას. აი ამაში შეუშალეთ ჩვენ ხელი, თორე ეს ხალხი ჩამოსული იყო, ხო? აი აქ ბატონები ეს ამხანაგები,
რომლებიც აგზავნებოდნენ. თუ ეს ხარ რასაც თქვენ ბრძანებით, მართალია საინციდენტო ჯგუფის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ თქვენ, რომ ისინი მზად არიან კომპანიის ამ წინადადება განიხილონ, უბრალოდ მათი თავარი მოთხოვნა, რომ მოლაპარაკების დროს იყოს არა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, არამედ უმაღლესი ხელისუფალი ჩართული, მაგალითად პრემიერი ან თქვათ მთავრობის მეთაურის აპარატი. აი ეს არის მათი მოთხოვნა, თორემ ისინი მზად არიან, რომ რაღაც თქვათ გარკვეული წინადადებები განიხილონ დამსაქმებელს. რომელი წინადადებები ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით? არა, ნაციონალიზაცია თქვენს რომ არ არის არ არის და შეიძლება ანუ მათ თქვენს რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება იგივე შუქრუთის თემაზე შესაძლებელია ცოტა ხნის წინ განაცხადეს. უსამართლობას სამართლის დაყენება უსამართლობით არ შეიძლება რა. უბრალოდ არ შეიძლება. როცა გერმანელ კომუნისტებთან, სადაც ოფიციალური ვერსია არსებობს, რომ მათ რუსეთის ჩინოვიკებთან აქვთ ურთიერთობა და ასე შემდეგ, ის გირჩევნია და ის უფრო ახლობელია შენთვის, რომელიც ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით, გეგმიურ ეკონომიკასთან დაკავშირებით, თავის ესე ვთქვათ, აზრებს ავითარებს და იგივეს ამბობს ეს ჯგუფი, ბუნებრივია, მათი მოსმენა ან სამუშაო ჯგუფში ჩართვა და ასე შემდეგ, იქნება შეუძლებელი. თუ მათ რაციონალური წინადადებები აქვთ, ან სამხრივ კომისიაში როგორ უნდა ჩართოს. ეს კანონით არის პროფკავშირების კვოტა. დამსაქმებლებს აქვს თავისი კვოტა, მთავრობას თავის კვოტა, პროფკავშირებს თავის კვოტა. კრებულები რატომ არ არიან წარმოდგენილები სამხრივ კომისიაში? სამხრივ კომისიაში კანონის დონეზე არ არიან ქალბატონო. ხო, მაგრამ აი თქვა რაღაც გამონაკლისის გამონაკლისი არის სამუშაო ჯგუფთან. სხვავე კრიზისია და აქციები ხდება უკვე თითქმის ორი თვეა. ხომ არის შესაძლებელი თქვა რაღაცა ფორმით ისინიც იყვნენ 3620 ადამიანი მუშაობს იმ კომპანიაში. 3620 ადამიანი. 3620 ადამიანს და ბუნებრივია მათ ჰქონდათ პრობლემა, ისევე როგორც ყველას ჰქონდა პრობლემა, რომ მათ არ აძლევდნენ იმ 60%-იან განაცდულს. ეს 60%-იანი განაცდული როგორც ერთისთვის, ისე მეორეთვის არის აღებული. მეორე პრობლემა ეს იყო, რომ ჭიათურა ფაქტიურად მიწისქვეშა სამუშაოები იკეტებოდა და ამდენი ადამიანი რჩებოდა უმუშევარი. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამხრივ კომისიის ფორმატში მიღებულია. ეხლა საუბარია, როგორ ჩვენც არ ვიცით ჯერ როგორ გააგრძელებს ეს ხალხი მუშაობას, რა პირობები იქნება და ასე შემდეგ. აქ თუ ვინმეს რაციონალური წინადადება აქვს, არც არავინ წინააღმდეგი არ არის და რომ ჩამოვიდნენ თბილისში, პროფკავშირებისთვის კი არ უნდა გაეკეთებიათ აქციები. კომპანიისთვის გაეკეთებიათ აქციები, რომლებსაც პირველივე დღიდან კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა მოინდომეს და ეს ხალხი ამ ორი თვის ხელფას ვეღარ აიღებდა. მეორე, კომპანიისთვის წაეყენებიათ ის პრეტენზიები, რაც პროფკავშირებს აქვს მათთან, რომ რას ქვია, CMC გადის, უბრალოდ ქუდი დაიხურა და გადის. მათთან აქტივები, სხვა აქტივები დაერეგულირებიათ და ასე შემდეგ. ეხლაც ამდენი გაკეთებული საქმის შემდეგ ბანკებთან დაკავშირებით პროცენტები ვისაც ჰქონდა უმეტესობას მოუგვარეთ, ნაწილი დაუშვათ, რომ ეს ჩვენს მიერ მიცემული ხელფასები ბანკებს არ წაეღოთ. იქაც მაქსიმუმი გავაკეთეთ და კიდევ უფრო მეც გავაკეთეთ. ბანკებთან ურთიერთობის დროს პრობლემები და აღნიშნავთ, რომ ერთ-ერთ ბანკთან სადაზღვევო პაკეტების სარგებლობასთან დაკავშირებით. სადაზღვევო პაკეტების გამოწვევასთან დაკავშირებით არ ვიცი ხა კატე თუ არ მუშაობს რომელიმე საავადმყოფოში, ეს რამდენად პროფკავშირების ბრალია და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ამ ესე ვთქვათ ნაციონალიზაციას რო ითხოვს ამ ხანაგმა, თვითონ მოიყვანა ეს სადაზღვევო კომპანია, რომელიც დღეს ჭიათურაში ოპერირებს. ეს არც პეტრიაშვილს მოუყვანია, არც ანიკიძეს და არც არავის. ბატონო ირაკლი, თქვენ აი ძალიან წვავეთ აი აკრიტიკებთ ნაციონალიზაციის წინადადებას. ანუ საწარმოების მანგანუმის მომპოვებელი საწარმოების სახელმწიფოს მართვაში გადაცემის მოთხოვნას, რასაც აჟღერებენ მაღაროელები უკვე 45 დღეზე მეტია. ანუ რატომ წინააღმდეგებით და რატომ მიგაჩნიათ ეს წინადადება მიუღებლად? ეხლა მოიტანეს ბრიტანეთის მაგალითი და ბრიტანეთი იმიტომ აპირებს ჩინური კომპანიისთვის ამის ესე ვთქვათ ჩამორთმევას, რომ შემდგომ პრივატიზაციაზე გაუშვას ისევე, უბრალოდ მოიყვანოს უფრო რაციონალურად მოაზროვნე და ნუ რაღაც ბრიტანეთის ინტერესებში მყოფი კომპანია, რომელსაც ასევე ჩააბარებს ამ იმას, რა ქვია, ბიზნესს. ეს ერთი. თან ნუ ლეიბორები არიან იქ. მე წინააღმდეგი კი არა ვარ. უბრალოდ ადამიანებს რა მაგალითებიც მოყავთ, ეს არის ბოლივია, ვენესუელა და ასე შემდეგ. თქვენ ხო კარგად იცით ბოლივიაში და ვენესუელაში ადამიანების ცხოვრების დონე როგორია. ჩვენ გვინდა, რომ თვითმფრინავებით ხელფასები ატარონ და ახლა ჭიათურაში აეროპორტის არა თვითმფრინავი რო დაჯდეს. აი ეს ხდება ვენესუელაში ნაციონალიზაციის შედეგად. ჩვენ გვინდა ნამგალი და ურო და გერმანელი კომუნისტები რუს კომუნისტებთან ერთად
ესენი გვიქადაგებდნენ იდეებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე. ერთია ორი უკიდურესობა, ერთია ნამგალი და ურო, ერთი უბედურება და მეორეა კაპიტალიზმი მგლის სახით. თუ ჩვენ გვინდა კაპიტალიზმი მგლის სახით, ამის თუ არ გვინდა, ამას ჭირდება როგორც სამხრივი კომისია, ისე მშრომელთა ორგანიზაციების გაძლიერება და ასე შემდეგ, რომ მათ ქონდეთ ადამიანის სახე. მეორე, ნაციონალიზაციას თუ მივიღეთ, ვიღაცას ესე წარმოუდგენია, რომ ეხლა კომუნისტების დროს რო იყო ეხლა შავი 24 და უკანჯდომი დირექტორი და ყველა ხრავდა ამ კომპანიას და პასუხისმგებელი არავინ არ იყო არაფერზე და საბოლოო ჯამში თუ რამემ დადო ესე ვთქვათ ბეჭებზე ის ეკონომიკა რაც იყო საქართველოში, ხო დაუშვათ კომუნისტების დროს შექმნილი. სწორედ აი ამ მართვამ დადო და ამას ბუნებრივია ბიზნესმა რეგულაციებით უნდა უხელმძღვანელოს. ბიზნესმა, რომელსაც სახელმწიფოსთან პასუხისმგებლობა ექნება და უპასუხისმგებლობა არ მოიქცევა. ეს არის და არა ის რომ ეხლა ეს ჯგუფი ხალხის შანტაჟის იმაზე რომ სამსახურში არ მიგიღებთ ამა თუ უკეთ გაინაღდეს მენეჯერობა იქ და სამსახურში თქვენ რო განაახლებთ მუშაობას, ვინც აქციებზე არივით არ მიგიღებთ და ასე შემდეგ. 1000 წყვილი რა ვიცი, ნუ ეხლა რა არ გავაკეთეთ, ხო? ვისგან არის აი ასეთი ტიპის განცხადება? აი ამ ჯგუფისგან თქვენ ვისაც ბრძანებთ საინიციატივო ჯგუფი, ისინი კონკურენტები არიან გარკვეულწილად, მათ აქვს მშრომელთა კავშირი, აი ეს ამხანაგები, რომელიც ნაციონალიზაციას ითხოვენ, რომელიც არ ბრძანდებოდა, მათ აქვთ ეს განცდა, რომ ხალხს აშანტაჟებენ იმითი, რომ სამსახურში აღარ აიყვანენ, თუ აქციებზე ისინი არივლიან. რომელ აქციებზე? აქცია ბუნებრივია მესმის და ყველას აქვს ამისი უფლება, მაგრამ ხელფასთან დაკავშირებით პრობლემა, აი სისხლის ფასად მოვაგვარეთ. იქაც კი დაგვაბრალეს და იქაც კი ტყუილები თქვეს, რომ თითქოს ჩვენ შენობა ჩავდეთ ამ იმაში, რა ქვია, პროცენტების გადახდაში. პროფესიული კავშირის შენობა. დიახ, ხო, აი ეს სისულელე თქვეს. ნუ ეხლა როგორ მოხდა უზრუნველყოფა აი ამ სესხის იპოთეკური სესხის? აი ესე მოხდა, რომ ეხლა რასაც ამბობდნენ და მნიშვნელოვანი დეტალია ესეც, რომ 28 თებერვალს იცოდაო პროფკავშირებმა ამის შესახებ. 28 თებერვალს ოფიციალური წერილი კი არ ჰქონდა ჩვენ. როდესაც ჩვენ ვინტერესდებოდით, რომ ამ 60% ხალხს როდის გადაუხდიდნენ, როდის მოხდებოდა ამის გადახდა, 27-ში რო ქონდა ზარი და კომპანიისგან რო ქონდა პირობა, რომ რომელიღაც ბანკს ელაპარაკებოდნენ, ერთ-ერთ ბანკს ელაპარაკებოდნენ ამასთან დაკავშირებით, 28-ში კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენ გვიპასუხა და გვითხრა, რომ ესენი ახლა აქციებს იწყებენ და ბანკები უკვე აღარ გვენდობიან, რომ ფული მოგცენო. თორე ოფიციალური წერილი მათზე გვიან გავიგეთ ჩვენ 11 რიცხვში მივიღეთ იმასთან დაკავშირებით და თან თქვენც იცით, ძალიან მწვავე წერილი იყო, რომ კოლექტიური ხელშეკრულებიდან გადიოდა კომპანია, იმიტომ რომ კოტრებოდა და მორჩა, დამთავრდა. რატომ უნდოდა კომპანიას პირველი კოლექტიური ხელშეკრულება და პროფკავშირების დისკრეტაცია? შუქრუთის მოსახლეობის თემაც კი ჩვენ დაგვაბრალა. იმიტომ რომ ეს ველი მოსუფთავებულიყო. ამ ჯგუფსაც ეს უნდოდა და კომპანიასაც ეს უნდოდა საბოლოო ჯამში. კომპანიაში გარკვეულ მენეჯმენტს რა, რომელსაც ის ილუზია ქონდა, ნუ ყოფილ მენეჯმენტ შეიძლება ითქვას, რომ ველი მოსუფთავდებოდა, კომპანია გადიოდა, ისინი შემდგომ შემოვიდოდნენ და ეს ველური პირობებით ხალხს დაასაქმებდნენ. რაც შეეხება უზრუნველყოფას, რახან აი სამხრივმა კომისიამ ეგუზრუნველყო ზუსტად. აი ეს სამხრივობა, რომ ჩვენ არ გქონდა ამასთან დაკავშირებით პრობლემა, ეს აქტივები გადახდილი იქნება კომპანიის მიერ და სხვა აქტივებიდან უზრუნველყოფა მაგით მოხდება, მაგრამ ხელფასი გავეცით ჩვენ და ეს 9%-იანი ესე ვთქვათ, რაც ქვია დაუშვათ აი ამ თანხის აღებას, არის პროფკავშირებს. აცხადებენ თქვენ მიმართ წინა წლების გამოცდილების გათვალისწინების. აი მე ხო ჩამოგითვალეთ ყველაფერი. ყველაფერი ხო სასწორზე იდება რა, რომ ვინ რა გააკეთა, იმის მიხედვით ხომ არის ნდობა და უნდობლობა. რატომ ვერ ხერხდება რომ თქვენ? რატომ უნდა მოხერხდეს? კონკურენტები არიან მეთქი გეუბნები. კავშირების ხელმძღვანელობამ და საინიციატივო ჯგუფმა თქვა მოახერხოთ ერთ სივრცეში დააჯდომა, მოლაპარაკება. აი ხომ აგიხსენით რატომაც ჩვენ ღიავი აქაც რომ ჩამოვიდენ და რომ ამბობენ რომ ესა რა ქვია პეტრიაშვილმა პროფკავშირებმა გვაგინესო, ნუ არ ვიცი ხა როგორ შეიძლება ხო ეხა კაც არც ფიცი უხდება და არც წევლა, მაგრამ აღდგომა მოდის და აი პირჯვარს ვიწერო, აი ყველაფერს ყველაფერზე წმინდას ვიცავრო. არც ერთი გინება ჩემი მხრიდან მაღაროელებთან დაკავშირებით, მით უმეტეს ჭიათურასთან დაკავშირებით არ ყოფილა. აი ესეთ მდაბიო ტყუილებზე ცდილობენ, რომ ხალხის აგრესია გამიწვიოს, იმიტომ რომ პროფკავშირები უშლით მათ ხელს, რომ იქ როგაი ხალხს რატომაც ეუბნებიან, რომ ჩვენ ვიქნებით და თქვენ სამსახურში აღარ მიგიღებთ, ვინც აქციაზე არივით. ხო აი ხალხზე დავიფიცე, მეტი როგორ უნდა გავაკეთო, რომ მათთვის არ გვიგინებია. ჩვენ უბრალოდ შევთავაზეთ, როცა
დავსრულოთ. მოდით ვილაპარაკოთ მეთქი. მოდით რა გინდათ. იქნებ რაღაცაში ვერ ვერკვევით და გაგარკვიოთ მეთქი და ნაცვლად ამისა თქვენს რომ არა ჩვენ აქციას გავაკეთებთო. კომპანია რომელიც აგრესიას უნდა იმსახურებდეს თბილისში იყო და მის წინ კი არ გამართეს აქცია. პროკავშირებს გაუმართეს აქცია და ეხლა კარგი და ნორმალური რა უნდა ვიფიქრო ამასთან იმ ადამიანებთან რომლებიც თქვა აქციებზე შესაძლოა არ დადიან თუ გაქვთ კომუნიკაცია. კი რა თქმა უნდა. აი მათი პოზიცია. ეხლა გინდათ ეხლავე გინდათ მათი პოზიცია არის რომ მათ უნდათ მუშაობა, მათ ჯერავთ პროკავშირის, მათ უნდათ პროკავშირთან ერთად, რომ კომპანია მაქსიმალურად იყოს გაწურული, რომ მან თავისი ესე ვთქვათ კიდე რაღაც მოტყუება ან რაღაც არ გაქვს. მე რამდენად შევძლებ, ეგ არ ვიცი როგორც გითხარით ტექნოლოგიურ პროცესებში და მადლობა ღმერთს რომ თავრობა აი აქ შემოვიდა, იმიტომ რომ მისი ექსპერტიზა და მისი საშუალებები აბსოლუტურად აღემატება ბევრად ათეულობით პროკავშირების საშუალებას. მე რა ვიცი ხა მარგანეცის შემადგენლობა რამდენიმე რამდენი მოიპოვა და ასე შემდეგ, ხო? ვერ მე ვიცი შრომით საკითხებთან დაკავშირებით, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აქ ბევრი შეგვედაროს, მაგრამ ეს უკვე სამხრივ კომისიაში, აი მათ მიერ დადებული გეგმასთან ჩვენც ვიქნებით ჩართული, თავრობაც იქნება. ამ ჯგუფსაც მიუხედავად ნეგატივისა, ხო, აი რაც გააკეთეს პროკავშირებთან დაკავშირებით, ხო, აი რა ლოგიკას ემსახურება, ხო, ეს ყველაფერი. თუ არა, იმას მე რაც გითხარით და რაც ჩანაფიქრიც გქონდათ, ხო? ეხლაც ბზად ვართ, რომ მოიტანონ ხო წინადადებები, რა წინადადებები აქვს, რა ხედვები აქვს. აი ერთ-ერთი წინადადება იყო ფონდის შექმნა თქვათ რაიონის განსავითარებლად, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ფონდის შექმნა და ასე შემდეგ არის ესე ვთქვათ მომავლის საკითხი. არც მაგის წინააღმდეგი ჩვენ არა ვართ, მაგრამ დღეს ქალაქი და ხალხია გადასარჩენი, ხვდები? ჩაერთოს პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის აპარატი ამ მოლაპარაკებებში და ასეთ შემთხვევაში მზად არიან რომ დასხდნენ კომპანიასთან სალაპარაკოთ. თქვენ თუ გაქვთ ან მომავალში გეგმაში რომ თქვა აი ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომუნიკაცია დაამყაროთ და თქვა აი ეცადოთ მთავრობის აპარატის კომუნიკაცია და ბრწყინვალე კომუნიკაცია გვაქვს და როგორც გითხარით, რომ არა მათი ჩართულობა რომ არა სამხრივ კომისიაში, რა ვიცი, 6 მინისტრი იყო ჩართული და ასე შემდეგ. რომ არა მათი ჩართულობა ეს სამართლებრივად მიუხედავთ იმისა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით და ასე შემდეგ, დროში ძალიან გაწელილი იქნებოდა, იმიტომ რომ ხალხი შიმშილის ზღვარზე იყო მისული ამდენი ხანი, ეს 60%-იანი ხელფასიც არ ქონდა გაღებული. ეფექტურობა სწორედ ამ სამხრივმა კომისიამ, მე ხო შემიძლია ვთქვა, როგორც ესენი ამბობენ, ბანკების საქმე გადავწყვიტ და ასე. არა, სწორედ მთავრების და დამსაქმებელთა ასოციაციის ჩართულობამ განაპირობა, რომ გაიზიარეს მათ პროკავშირების მიერ წარდგენილი წინადადებები გეგმა, თორე კომპანიას გარანტიას გაძლევთ, რომ დღესაც წასვლა უნდა. იმიტომ რომ მისთვის მართლაც წამგებიანია მიწისქვეშა სამუშაოები. აი ამაზე მინდა კითხოთ წამგებიანობაზე. ჩვენ ვნახეთ რომ აუდიტორულმა კომპანიამ წარმოადგინა გერმანიის აუდიტორულმა კომპანიამ, რომელიც არის დაქირავებული CM კომპანია CMC-ის მხრიდან. და აი ამ დასკვნაში საუბარი არის რომ თქვა იგივე მიზეზებია დასახელებული, რასაც მიწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის ფაქტორად ასახელებს დამსაქმებელი კომპანია, მაგალითად ის რომ მადნის ხარისხი შემცირდა, საერთაშორისო ბაზარზე მანგანუმის ფასი არის დაცემული, რომ უკვე კომპანიისთვის არ არის რენტაბელური და ფინანსურად წამგებიანი იქ უკვე მანგანუმის მიწისქვეშა სამუშაოების გაგრძელება. თქვენ ამ დასკვნას ენდობით? თუ გარკვეული ეჭვები გაქვთ? ნახეთ მე რას ვენდობი, მე ზოგადად ნდობა აი მაგ გერმანული კომპანიის მიმართ მაქვს, იმიტომ რომ ტყიბულში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით როგორი უნდა ყოფილიყო, ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციებს და ასე შემდეგ, იმდენად კარგად იმუშავეს, რომ ამ კუთხით გახსოვთ ხო ტყიბულის პრობლემები, ხო? აი ეს მათი რეკომენდაციების და მათი დასკვნის საფუძველზე არის, რომ დღეს მადლობა ღმერთს, რომ ის კატასტროფა არ გვაქვს, რაც ტყიბულში იყო. კომპანიას კი ვენდობი, მაგრამ მე არ ვენდობი ჭიათურის აი CMC ჯგუფს რა მასალები მიაწოდა ამ DMT-ის ჭიათურ მანგანეს ემხრობით და ჯორჯიან მანგანეს ემხრობით და უბრალოდ გერმანულ კომპანიას ემხრობით და CMC-ს რა გასაგებია. იმ მასალების საფუძველზე რაც მას მიაწოდეს, მან კი დადო ეს დასკვნა, მაგრამ რა მიაწოდეს და რა არა, აი ეხლაც კვლევის პროცესია. აი ნახეთ, ზუსტად აი ასეთი დაახლოებით ტიპის ეჭვი გამოთქვა ტარელ მიქაცაძემაც, რომ აი მან თქვა, რომ აი თვითღირებულება არის ხელოვნურად გაზრდილი და გაბერილი და იმ სახარჯ მასალებზეც ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით არის ხელოვნურად გაზრდილი და გაბერილი. ანუ ანალოგიური ეჭვი გაქვთ თქვენც? არა მხოლოდ, სხვა საკითხებიც არის, რაც შეიძლება რომ ეჭვი გქონდეს და სამხრივ კომისიაში სწორედ ეს საკითხები ისმება.
ფაქტი ერთია, რომ კომპანია და ზოგადად მარგანეცთან დაკავშირებული თემა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მსოფლიო ბაზარზე ფასები რაც არის, ეს ვიცით. 70% მაღაროების რომ ვერ მუშაობს ამ მოსახლეობის ბლოკირების გამო, ესეც ვიცით. ამას დიდი მიხვედრილობა და ექსპერტობა არ ჭირდება, რომ კომპანია მართლაც რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ რაციონალურად, იმიტომ რომ ჩემთვის ჭიათურა და ბევრისთვის ალბათ სოციალური პროექტია, რომ ქალაქი როგორმე გადარჩის. მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ახლა აი სამწუხაროდ იმდენ დროს უთმობ და უშოთ ახლა ამ ჯგუფს საუბარს, რომ მე უფრო მინდა რომ მომავალზე ვისაუბრო, იმიტომ რომ 2006-7 წლიდან ვაყენებ ჩვენ რომ ეს ყველაფერი აი წიაღისეული სადაც მოიპოვება, ყველგან გამოლევადია და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხის გადამზადება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის აი ამ სამხრივ კომისიაში ესეთი საკითხებიც უნდა განვიხილოთ და უნდა ვიყოთ რომ პროფესიული გადამზადება, კვალიფიკაციის შეცვლა და ასე შემდეგ. ეს უმნიშვნელო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის ქალაქების, მათ შორის ტყიბულისთვისაც და ნუ სადაც ესე თქვა წიაღისეული არსებობს, იმიტომ რომ ეს გამოილევა აი ამ სოფლიო ბაზარზე ფასები იცვლება და ასე შემდეგ. მაგრამ გამოსავალს სათხედავთ. ნახეთ, სამოქმედო გეგმა, სხვა წარმოადგენენ მაღაროელები, გეგმა არის რომ თქვა აქციებს ისინი გააგრძობენ და საუბარი არის შიმშილობის თქვა გაგრძელებაზეც. მაშინ როდესაც ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ დამსაქმებელ კომპანიასთან რაიმე მოლაპარაკების დაწყებაზე, თუ არ იქნება პრემიერ-მინისტრი ან უშუალოდ მთავრობის აპარატი ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. აი ამ კომუნიკაციის გარეშე როგორ გესახებათ თქვა და რაიმე გამოსავლის პოვნა და პრობლემის გადაწყვეტა? მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად და იმედი მაქვს, რომ ისე როგორც რაღაც იქ გინებასთან დაკავშირებით მოიტყუეს, ისე როგორც რაღაც ზეთის მასთან გამოშვების თარიღთან დაკავშირებით თუ ვადაგასულობასთან დაკავშირებით თუ ვაუჩერის 50 ლარი გადაგვიხდია და მე წარუდგინეთ რომ ეს 14 ლარიანი ვაუჩერი. აი ესეთი რაღაც იაფფასიანი ესე თქვა ტყუილებით ჩემზე უფრო უკეთესად და თქვენზე უფრო უკეთესად ხდება ადგილზე ჭიათურული მოსახლეობა და მაღაროელები და ნუ რა ვიცი ხა ზემოიმერეთია ბოლო-ბოლო ხა მაგ ხალხს რა მიხედრულობაც აქვს და რა ისიც აქვს ბევრმა დაიკვეხნოს ხო ამ კუთხით ზუსტად ხდებიან სად არის სიმართლე სად არის ტყუილი და აქედან გამომდინარე ამ ხალხს უნდა დასაქმება უნდა ხელფასები ჩვენთვის მთავარი არის რომ ეს დასაქმება იყოს ღირსეული და ამას რამდენად მოვახერხებთ იმ გეგმებში რაც დაუშვათ წარმოდგენილი იქნება სამხრივ კომისიაში იმიტომ რომ როგორც გითხარით მე დეტალებს არ ვიცნობ ჯერჯერობით ეს იყო კონცეფცია და აღიარება ის რომ ოკეი, ხარაშო, ჩვენ მიწისქვეშა სამუშაოებს ვაგრძელებთ. აი ესე იყო დაახლოებით ნათქვამი და უფრო მეტი დეტალი აქ იყო იმასთან დაკავშირებით, რომ აი შუქრუთის თემა, იქ დაუშვათ ხა ჩვენთან, რომელსაც დიდი ხანია მეხვეწებია, რომ კოლექტიური ხელშეკრულება, იქნებ გამოვიდეთ, ჩვენ ფინანსური საშუალებები არ აქვს და რაღაც. ხვდებით? მე რომ მართლა გამოსულიყავ. დაახლოებით 15 მილიონი ლარის არის, რასაც მაღაროელები იღებენ იმ ხელმოწერით, რაც პროფკავშირებმა დასვა კოლექტიურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს ნუ გონიათ რომ ჭიათურაში იყო ჩვენ ეს ზესტაფონში გქონდა და შემდგომ გადმოვიტანეთ ეს ჭიათურაში ეს არ ყოფილა ჭიათურის მონაპოვარი აი ამისგან თუ განთავისუფლდა და ყველაფრისგან ხო ნუ მაშინ ეხლა უნდა ველური კაპიტალიზმი ყოფილა და უნდა ეს კომპანია ყოფილა რა მნიშვნელობა აქვს ამიტომ ჩვენ აი 100 თვალი და 100 ყური უნდა გამოვიბოთ რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ ადამიანების დასაქმება და ეს დასაქმება იყოს ღირსეული. სახელმწიფოს როლი როგორ სახელმწიფოს როლი აი ეგ იყო რომ დღეს სახელმწიფო ჩავიდა იქ სამხრივი სამუშაო პრემიერ-მინისტრთან არსებული არის სამხედრო კომისია. გავუნათავ. ხო, მაგრამ მაღაროელების პრეტენზია აქვს რომ თავად არ არიან წარმოდგენილები და სად უნდა იყოს ეხლა რა ვიცი ეხლა პრემიერ-მინისტრი უნდა იჯდეს სამუშაო ჯგუფში თუ აი რაზე გვაქვს ამასაც ითხოვენ ისინი რომ მოლაპარაკებების სამუშაო ჯგუფში იჯდეს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ჯგუფში არა უბრალოდ ნდობის კომპანიის მიმართ ნდობის აღსადგენად ისინი თქვა და გარკვეულწოდ გარანტიებს ითხოვენ დამატებით გარანტიებს და ერთ-ერთ ასეთ გარანტორად ისინი მიიჩნევენ მთავრობის აპარატის ჩართვას უშუალოდ მოლაპარაკების ნახეთ მე მარტივად ვამბობ აი ამ ყველაფერს და გიხსნით თქვენს და მათაც აი თქვენ ხო არა გაქვთ ეგვალდებული რომ ეს დეტალები იცოდეთ არა და აი მარტივად გეუბნებით სამხრივი კომისია ყალიბდება პრემიერ-მინისტრთან არსებული არის ის მას ხელმძღვანელობს ხოლმე მის მაგივრად ჯანდაცვის მინისტრი 6 მინისტრია წარმოდგენილი 6 დამსაქმებელთა ორგანიზაციის წარმოდგენილი და 6 პროფკავშირი ეს არის უკვე ამათი კვოტა ეხლა აქ ეხლა რა დღეს რა გეგმაც მოვისმინეთ რომ აი კომპანია მზად არის გარკვეული დათქმებით აღადგინოს მიწისქვეშა სამუშაოები აი ეხლა როგორ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება ეხლა ხო თვითონ მაღაროელებს უნდა გააცნონ ეს გეგმა თუ ვის
მაღაროელებს სანამ გააცნობენ დეტალებზე, რომ სამუშაო რეჟიმი როგორი იქნება, ჯერ რომელი მაღარო აღდგება, თუ იქ რეორგანიზაციაზეა საუბარი, რასაც ამბობს კომპანია, როგორი ტიპის იქნება რეორგანიზაცია, თუ ვინმე რჩება უმუშევარი, როგორი იქნება მათი კომპენსაცია და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი სამუშაო ჯგუფიდან უკვე გადადის სამხრივ კომისიაში, როცა მოვისმენთ, თუ ვინმეს რამე წინადადება აქვს, მზად არის სამუშაო ჯგუფი, სადაც მეც არ ვარ ჩართული. მასობრივი საკადროწმენდის ამ შემთხვევაში საფრთხეზე საუბრობდნენ, მაგრამ თუ ეს იქნება, პირველ რიგში კომპანიამ უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. ასე რომ ეს თქვენთვისაც, ჩემთვისაც და ყველასთვის იქნება ცნობილი, იმიტომ რომ კანონმდებლობითაც ეს ვალდებულება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე პროფკავშირს. ამის კანონით ვალდებულება აქვს კომპანიას. ანუ მასობრივზე როცა არის საუბარი. თუ ეს იქნება დაუშვათ კომპენსაცია და პირდაპირ მოვა ვინმე და გეტყვით რომ დაუშვათ რამდენი გინდა კომპენსაცია რომ გაგიშვათ და მაღაზე მოგელაპარაკოთ, ეგ უკვე სხვა საკითხია. თუ ესე ვთქვათ იქ კვალიფიკაციაზეა საუბარი, კიდევ სხვა საკითხია. ამიტომ ეს დეტალები დღეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის არის რომ მიწისქვეშა სამუშაოების განახლება ჭიათურაში იგეგმება. როგორ და რა ფორმით და ის რამდენად მისაღები იქნება, ამას როგორც ეს ჯგუფი, ისე მაღაროელები, ისე ჩვენ და ისე საზოგადოება უახლოეს პერიოდში გავიგებთ. დღეს ჩვენ ხო ეგ პრობლემა გქონდა, რომ საერთოდ განახდებოდა თუ არა მიწისქვეშა სამუშაოები. ნდობა როგორ უნდა აღდგეს კომპანიასა და თანამშრომლებს შორის, როგორ გესახებათ? კომპანიასა და თანამშრომლებს შორის როგორ უნდა აღდგეს ნდობა, ეს კომპანიას უნდა კითხოთ. ჯერთ ჩემსა და კომპანიას შორის როგორ უნდა აღდგეს ნდობა, რომელიც პირველი რაც გააკეთა კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და პროფკავშირების დისკრედიტაცია, ის მცდელობა ქონდა იმ ოფიციალურ სატელევიზიო განცხადებებში, რაც მან გააკეთა. მე უფრო ეხლა მაგაზე ვზრუნავ, რაც შეეხება თანამშრომლებთან დაკავშირებით, თანამშრომლებს იცავს როგორც კანონმდებლობა, დღეს კოლექტიური ხელშეკრულება. კოლექტიური ხელშეკრულება თუ ექნებათ, ისინი დაცულები იქნებიან. თუ კოლექტიური ხელშეკრულება არ ექნებათ, ისინი დაცულები ვერ იქნებიან. ეს არის ყველაზე, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე და ეს კომპანიამ უკვე თვითონ იფიქროს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა აღდგეს ეს ნდობა, ან მათ თუ არა აქვთ კიდე თანამშრომლების მიმართ ნდობა, იმიტომ რომ ისინიც მუდმივად საუბრობენ, რომ აი ამდენმა პროტესტმა და ამდენმა დაუშვათ პრობლემებმა ისინი დაუშვათ აიძულა რომ გასულიყო პლუს ამ ფასებმა და ამ შუქრუთის დაკეტვამ და ასე შემდეგ. მათაც თავისი წილი პრეტენზიები აქვს. ჩემთვის რამდენად ლოგიკურია მათ პრეტენზიები, ეგ მეორე საკითხია, მაგრამ ისინი ამ პრობლემებს იმ სამხრივ კომისიაში მთავრობასთან, დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან აყენებენ. ბატონო ირაკლი, მაინც აი სესხებზე გითხავთ, იმიტომ რომ უფრო კონკრეტულად რომ მიპასუხოთ და დეტალურად, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ პროფკავშირების ჩართულობის მიუხედავად, ბანკებთან დაკავშირებით მათ ისევ ექმნებათ პრობლემები. ნახეთ, ერთ-ერთ ბანკთან ჯერ წერილზე პასუხი არ მიგვიღია და რა ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი წერილი მივწერე და თუ ხვალად ზეგაც არ მივიღებთ ამ პასუხს, ამას საჯაროც გავხდი ამ წერილს, რაც ველაპარაკეთ ამ ბანკს. ორ ბანკთან დაკავშირებით პრობლემა დარეგულირებულია და ვისაც ავტომატურად ჩამოეჭრა და უშუალოდ თანხა ჩვენ რატომაც ვიზრუნეთ, რომ იქ შეცვლილიყო ბანკი, ბარათები დავარიგეთ ახალი და ასე შემდეგ, ხო, იქაც მოვაგვარეთ პრობლემები, უმეტესობა მათგანთან, ვინც ჭიათურაში იმყოფება, ნუ გასული ვინც არიან, აი მათ ქვეყნიდან და რაღაცა იმათ ვერ მოუგვარდათ ეს პრობლემები, მაგრამ მაგათაც მოუგვარეთ ამ პრობლემებს, იმიტომ რომ შესაბამისი მოლაპარაკებები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა აი მეორე ბანკმა, რომელმაც ნუ 6 თვეზე გადაუვადა ეს პროცესები, ეს პროცენტები ისე რომ დამატება არ იქნება. ხდებით ხო რას ვამბობ, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს მე ბოლომდე ვერ ვერკვევი ამ თემებში, მაგრამ ბევრ ადამიანს როცა ეს გადაუვადეს რაღაც დიახ, მე კიდე დაუმატეს პროცენტები და ასე შემდეგ. ეგ აღარ ექნებოდ. რა ვიცი, მე მგონი მნიშვნელოვანია ხო რა. ხელფასებზე მინდა კითხოთ, კარგი, თქვით რომ იანვარ-თებერვალში ვისაც ჰქონდა დასაქმებულთა ნაწილს აღებული, ვისაც არ ჰქონდა აღებული, მათ 60% და ხელფასების უკვე იანვარ-თებერვალთან დაკავშირებით უკვე გასტუმრებული გაქვთ და ამის უზრუნველყოფა თქვენ მოახერხეთ. მარტის ხელფასი აი ეხლა აღდგომა ხვალ მაქვს აი ძალიან რა ვიცი მაგაზეც კი აი ეგ დავაანონსე და უთხარი რომ 4 რიცხვი ხელფასები ჩაგერიცხებოთ, იმიტომ რომ ძალიან გვიან დამთავრდა ეს მოლაპარაკებები და ნუ გახარებული რომ ადამიანის სასოწარო წარკვეთილებაში და იმედი მიმეცა, გამოვიდი და ეგ ვუთხარი ხო ნუ რაღაც Facebook-ზე და აი ვერ მოხერხდა ესე ვთქვათ ჩარიცხვა და აი პროფკავშირება მოგვატყილა და ეს 1 aprilს იყო, ეს 1 აპრილო ხუმრობა იყო და ასე შემდეგ. უბრალოდ ტექნიკურად ვერ მოხერხდა.
ტექნიკურად ვერ განახორციელა მაშინ და ნუ შვიდში ჩაერიცხათ ხო და ნუ აი აქაც აი ამდენი რა ვიცი ამდენი ლაფი და ამდენი შეხება აპრილის და თქვა შემდგომი თვეების აი 99%-იანი გარანტია 99.9%, იმიტომ რომ უკვე მეშინია და თავს ვიზღვე იმის მერე რომ ეს ხელფასები სააღდგომოდ აი 60% ჩაერიცხებათ ხვალი ხუჩაბაც რა აი ესეთი ის აპრილისთვის ხელფასი არა მარტის ნაწილი ანუ სიტყვაზე იანვრის თებერვალში ირიცხება თებერვლის მარჩი გასაგებია და აი რაც შეხება შემდგომ თვეებზე აი როგორ შემდგომ თვეებთან დაკავშირებით თუ ეხლა მუშაობა აღდგა ისინი 100%-იან ესე ვთქვათ ხელფასს მიიღებენ თუ არა და კოლექტიური ხელშეკრულება მოქმედებს და აი სასამართლო პროცესს რო დაუბრუნდეთ რაც თავში თქვი ძალიან ამაყივარ და ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ რომ სასამართლო პროცესი მოუგეთ კომპანიას რომელიც გადიოდა გაკოტრებული იყო და ამით ბედნიერი იყო ისიც და მათ შორის მავანი რომელიც ველურ ესე ვთქვათ მუშაობის პრინციპებს დანერგავდა ყოველგვარი კვების, დაზღვევის, კოლექტიური ხელშეკრულებით არსებული გარანტიების და ასე შემდეგ ჭიათურაში. აი ეგ მოახერხეთ პროფკავშირებმა. ანუ აი თქვენ რაღაც გარკვეულ გეგმაზე საუბრობთ, აი უფრო დეტალურად რომ გითხრათ მაშინ, ანუ საინიციატივო ჯგუფზე თქვენ გაქვთ ეჭვი რომ მათ რაღაც კონკრეტული გეგმის განხორციელება უნდოდათ და ამ ყველაფრით არის გამოწვეული მათი პროტესტი. აი რა არის ეს გეგმა მაშინ დეტალურად რომ გითხრათ? ნუ უნდოდათ ის აი რაც გითხარით რომ ველი მოსუფთავებული იყო და მარტო მათ არ უნდოდათ ეს, ასევე იყო მსურველები რომლებიც ხვალ თუ კომპანია გავიდოდა, ეს ვალდებულებები აღარ ექნებოდათ და პროფკავშირიც გავიდოდა, ხო? მაგ შემთხვევაში უკვე ის მენეჯერები ახალი ესე ვთქვათ დამსაქმებლები და ეს ხალხი მართავდნენ ჭიათურას რა ფორმით და როგორ ეხა მაგ მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან საეჭვოდ დაემთხვა დამთხევა როგორ შეიძლება ვთქვა პირველივე დღეს კომპანია დაუპირისპირდა პროფკავშირს და თქვა რომ შუქრუთით კოლექტიური ხელშეკრულების და ამის გამო დავიღუპეთ და თქვენ დამაქციეთ და მაგითო გავკოტრდიო და პირველივე დღეს ამ ხალხმა აი ამ ჯგუფმა საინიციატივო ჯგუფმა რომელმაც ნოემბერში დაარეგისტრირა მშრომელთა კავშირი ანუ პროფკავშირების ალტერნატივა ისინიც ამბობენ იმასთან დაკავშირებით რომ პროფკავშირება დაყო და პროფკავშირება მაგრამ ახალი დამსაქმებელი ვინ ანუ ვის გულისხმობთ ახალ დამსაქმებელს აი სახელიც ვიცი გვარიც ვიცი და აი ჯერ ჭიათურის პრობლემები ესე ვთქვათ მოგვაგვარებია ეს ხელფასი და დასაქმება აღვადგენია და ექსკლუზიურად თქვენ გეტყვით და თქვენ ეთერში ოფიციალურად ისინი განცხადებებში ამბობენ რომ სახელმწიფო სურთ რომ სახელმწიფომ გადაიბაროს და არანაირ სხვა ვთქვათ რაღაც ინტერესებზე ხო რა თქმა უნდა ისინი ამბობენ რომ ეხლა სახელმწიფომ გადაიბაროს და რაღაცა და ერთი მეორეს რატო გამორიცხავს ხო თუ იქ შედიოდა ესე ვთქვათ, ველი მოსუფთავებული იყო კომპანიის წასვლაზე საუბრობდნენ, პროფკავშირის წასვლაზე საუბრობდნენ. რა პრობლემა იყო? ხო, მე სახელმწიფო მიცემდა დაუშვათ ვიღაც ჯგუფს, იმიტომ რომ სახელმწიფო თვითონ ვერ მართავდა ამ ყველაფერს. ლიცენზიას თუ დათმობდნენ და ასე შემდეგ, მიცემდნენ ვისაც სურვილი ექნებოდა. ოღონდ ეს პირობები აღარ იქნებოდა, რაც ადრე ქონდა ჭიათურელ მაღარულებს. მოკლედ აი ახლა თქვენი შემდგომი სამოქმედო გეგმა როგორი არის? როგორ აპირებთ რომ აი ეს გარკვეულწილად წინადადებები, რომლებიც დღეს წარმოადგინა კომპანიას CMS-მა მიიტანოთ, აი ამ თქვათ მოხდეს მისი რეალიზება და გარკვეულწილად რაღაცა შეთანხმებამდე მივიდნენ მხარეები და მიწისქვეშა სამუშაოები აღდგეს რაიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ დღეს კომპანიამ განაცხადა სამმხრივ კომისიასთან ანგარიშვალდებულად თქვა რომ მიწისქვეშა სამუშაოებს განაახლებს ოღონ გარკვეული დათქმები და მათ აქვს თავისი პირობები. ეხლა ამ პირობებთან დაკავშირებით თითოეული პირობა რას ნიშნავს ადამიანებზე ეს როგორ აისახება შემდგომ მუშაობაზე ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა ბოლომდე უნდა დაასრულოს მუშაობა და სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას და ასევე საზოგადოებას შემდგომ წარმოუდგინოს ეს ხედვები. ამ ფორმატში ბუნებრივია მათ მაღაროელებთანაც, ექსპერტებთანაც, დაინტერესებულ პირებთან, რა თქმა უნდა მათ ექნებათ და თუ ვინმეს რამე წინადადება ამ კუთხით აქვს და მე როგორც გითხარით, პროფკავშირებს არ აქვს კომპეტენცია, ეხლა რაღაც იქ როგორი შრეები უნდა იყოს, რა უნდა გაკეთდეს და ასე შემდეგ, ხო? თუ ვინმე რამეს გვატყუებს ან არასწორი ინფორმაციას გვაძლევს და ასე შემდეგ, ჩაერთონ და თქვან ადამიანებმა რა. დიდი მადლობა ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარე პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში ჩვენ ამ თემას და პრობლემას ბუნებრივია მომავალშიც მივადევნებთ თვალს და განვაგრძობთ ამ თემის გაშუქებას მომდევნო გადაცემებშიც ასეთი იყო დღევანდელი დღის თემა გემშვიდობებით ხვალამდე